სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში საქართველოს დამსახურებული არტისტის მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლიანა მიქაშავიძის წიგნის სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ პრეზენტაცია. 85 წლის ლიანა მიქაშავიძემ თავისი მოგონების ნუსხა წიგნად აქცია, რომელშიც უმთავრესი ნაწილი მოგონებებს ეთმობა. ვინაიდან მსახიობმა სოხუმში ნახევარ საუკუნეზე მეტი იცხოვრა, ამბები მრავლად დაუგროვდა და მოსაყოლიც ბევრი ჰქონდა. თავს ვალდებულად ვთვლი მოყვე ამბავი, რომელიც არა მარტო ჩემი თეატრის, ჩემი ლამაზი ქალაქის, ჩემი სოხუმელების ისტორიის ნაწილიცაა. ვკითხულობთ წიგნში. თეატრის სცენაზე ლიანა მიქაშავიძის ცხოვრების ეპიზოდები გაცოცხლდა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე მსახიობებმა სოხუმის დრამატული თეატრის ძველი აფიშების, საგაზეთო სტატიებისა და ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი წარმოადგინეს. საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ლიანა მიქაშავიძეს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის აფხაზეთის მთავრობის სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა. გაიმართა ქალბატონ ლიანა მიქაშავიძის საღამო, რომელიც მიეძღვნა მისი წიგნის პრეზენტაციას. ეს იყო უნიშნულოვანესი ღონისძიება, შთამბეჭდავი ემოციებით. დღეს გაისმა სოხუმის თეატრის ხმა საქართველოს მასშტაბით და თითოეულმა დევნილმა, თითოეულმა მაყურებელმა შეიგრძნო აფხაზეთის კულტურა და ქართულ-აფხაზური კულტურა, რომელიც გვაერთიანებს და ქმნის იმ ხიდს, რომელზეც სამომავლოდ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა ვიაროთ. ქალბატონმა ლიანამ უდიდესი საქმე გააკეთა. ჯერ ერთი მან არქივი გადაარჩინა, თეატრის არქივი, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი და აი აგერ წიგნად აკინძა. აქ არის სოხუმის თეატრის მთელი ისტორია მოცემული, აქ არის ურთიერთობა იმ ჩვენს თანამოძმე ხალხთან, აფხაზებთან. ეს არის ჩემი აზრით ერთგვარი ხიდის ფუნქციის მატარებელი ჩვენსა და აფხაზებს შორის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ყურადღება, ძალიან დიდი ადგილი ამ წიგნში უკავია სწორედ აი ამ ერთობლივ საქმიანობას. მეხსიერება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა ქონება როგორც წარსულის, ისე აწმყოს და ისე მომავლის განმტკიცება გაძლიერებისთვის და მჯერა რომ ძალიან მალე იმედი მაქვს რომ ქალბატონ ლიანას იუბილეი იქნება სოხუმში გადავიხადოთ და სწორედ აი ესეთი ხიდით, აი ესეთი სიყვარულით, აი ამ ისტორიების გახსენებით, რომელსაც ქალბატონ ლიანა იხსენებს, არის ძალიან დიდი კავშირი და ერთობა ჩვენი აფხაზებსა და ქართველებს შორის. აფხაზეთში პირველი ქართული სპექტაკლის თამაშის ცნობა 140 წლის წინათ დაბეჭდა იბერიაში. მაშინ იბერია წერდა, რომ თეატრი ერთადერთი ადგილი აფხაზეთში, სადაც შეიძლება ქართული ენა ისწავლოს. საქართველოს დამსახურებული არტისტი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ლიანა მიქაშავიძე 1939 წლის 28 სექტემბერს თბილისში მსახიობის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით გოგონას ოჯახი აფხაზეთში გადასახლდა და მუშაობაც იქვე გააგრძელეს. მაშინ ლიანა 3 წლის იყო და მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა ზღვისპირა ქალაქში. მსახიობი ლიანა მიქაშავიძე წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის ქალთა საბჭოს წევრი თბილისში და ქალაქის საბჭოს დეპუტატი სოხუმში. აფხაზეთის ომის პირველი დღიდან დაჭრილ მეომართა დახმარებისა და ხსნის კომიტეტის წევრი გახდა. არის ღირსების ორდენის კავალერი. ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვს მოამაგეს წოდება. აფხაზეთის ომის დროს ლიანა მიქაშავიძე დაჭრილებს ეხმარებოდა. სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს კი მშობლიური ქალაქი თავის დაბადების დღეზე 1993 წლის 28 სექტემბერს თეატრისთვის უძვირფასეს ნივთებთან ერთად დატოვა. ლიანა მიქაშავიძის დახმარებით მოხერხდა სოხუმის თეატრის არქივის გადარჩენა. ადამიანმა 85 წელი მაინც უნდა იცხოვროს, რომ დააგროვოს მთელი საინტერესო ცხოვრება და შემდეგ წიგნად აქციოს. ძალიან მინდოდა სხვებისთვის გამეზიარებინა ის, რაც განვიცადე და მე ბედნიერი ვარ. მამა ჩემი ნიკოლოზ მიქაშავიძე, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი,
ალბათ ზეციურ სამყაროში ბედნიერად გრძნობს თავს, რომ მას უნდოდა რომ მე დამეწერა ჩემს თეატრზე, ჩემს სოხუმზე ყველაფერი და რომ შევძელი. როდესაც უკვე სოხუმი ეცემოდა, სულ ფიქრობდი, წამომეღო ყველა თეატრის მთელი ისტორია, რომელსაც ვაგროვებდი. წამოვიღე 50 სურათი სპექტაკლებიდან, აფიშები და რა ვიცი, რამე თუ არის სოხუმზე დაწერილი, ყველაფერი წამოვიღე. მე არ წამომიღია ჩასაცმელები და რაღაცა. ვიფიქრეთ, ჩასაცმელს ვიშოვი და ამას წამოღება უნდა და მე კმაყოფილი ვარ, რომ წამოვიღე. დრამატული თეატრის ახალი შენობა, რომელიც აგებულია დიდი სტალინის პირადი ინიციატივით. რეალურ ისტორიებზე შექმნილმა თეატრალიზებულმა წარმოდგენამ, რომელმაც სოხუმში ამოგზაურა მაყურებელი, განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა. ლიანამ იმხელა საქმე გააკეთა, ისეთი კარგად გააკეთა, იმდენი სიახლე, იმდენი რამე დაწერა ამ თეატრზე და მამამისისგან რაც ბევრი ქონია გადმოცემული. მაგრამ თვითონ გადმოცემე მე ლიანას არ ვცნობია. კარგად თურმე არ ვიცნობდი და ისე გემრიალა და ისე თბილად, რომ ჩვენ სოხუმში დაგვაბრუნა. ყველაფერი დაგვანახა, ყველაფერი წვრილმანებში შეგვიყვანა. თეატრის ისტორია დაწერა. მაყურებლის დამოკიდებულება გვყარნახობს, რომ შედგა ეს საღამო წიგნი დაწერილი არა ლიტერატორის მიერ, არამედ მსახიობის მიერ. აღმოჩნდა ისეთი დამუხტული, ისეთი სავსე, ისეთი ამაღელობელი სხვადასხვა ისტორიებით. და აი ამ ისტორიების თავმოყრა ერთ საპრეზენტაციო საღამოში ფიქრობ, რომ მოვახერხეთ. ფუნდამენტური, რაზეც არის ეს წიგნი დაფუძნებული, სიყვარული სოხუმის, თეატრის და ზოგადად ადამიანის რაღაცნაირად გამოვავლინეთ. ამაში არაჩვეულებრივი მსახიობები სოხუმის დრამატული თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა დაგვეხმარნენ და მადლობა მათ. ომგამოვლილი თეატრის მსახიობი დევნილობაში შენარჩუნებული ხელოვნების ქომაგი მკითხველს პირდება, რომ მალე მეორე წიგნს გამოსცემს, რომლის პრეზენტაციაც მის საყვარელ ლამაზ ქალაქში გაიმართება.